всіх законодавчих норм. Вони вирішили за донати. გადავწყვიტეთ საკუთარი ფოტოების გავრცელებით დავხმარებოდით უკრაინულ არმიას. Цін було дуже мало людей. მე OnlyFans მოდელი ვარ. პორნოგრაფიის გადაღებას კანონი გვიკრძალავს. თანახსულ ხალხი დადის და ყველა იყურება. ამიტომ ნუდებით შემოვიფარგლეთ, რომ მეტ ფულს შევკრებდი. უკრაინელმა პორნომუშაკებმა არმიას ჯამში $1 მილიონი ჩაურიცხეს. სააგენტო OnlyFans უმსხვილესი პორნო საიტია უკრაინაში, სადაც პორნოგრაფიის შექმნა, გავრცელება თუ მოხმარება კანონით ისჯება. თუმცა ქრთამის სანაცვლოდ პოლიცია თვალს ხუჭავს და ინდუსტრიაც ყვავის. ეს ყველა მიცის, მათ შორის კანონმდებელმაც. ტელეფონში შიშველი კაცის ან ქალის ფოტო რომ გიპოვონ, კანონით შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ. თუმცა არა, პოლიციას ქრთამს გადაუხდით და კანონიც აღარ შეგეხება. და კრიმინალის დევნის ნაცვლად პოლიციაც ამაზეა გადართული. ხშირად ფულის გარდა ქრთამს ნატურითაც ითხოვს. მირჩევნია სახელმწიფომ დამდეგროს, ოღონდ ქრთამს არ ვიხდიდე. მე და ჩემი კოლეგები მუშაობთ, ფულს ვაკეთებთ და არ გვინდა პოლიცია ხელს გვიშლიდეს. OnlyFans ბრიტანული სააგენტოა, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდი ფუნტი სტერლინგია. მათ შორის 123 მილიონი უკრაინის ფილიალზე მოდის. მისი უკრაინელი მფლობელი რადვინსკი წელს გარდაიცვალა და ოჯახმაც კომპანიის წილი გაყიდა. OnlyFans-ის უკრაინული წილი გაიყიდა, მაგრამ ვინ არის ახალი მფლობელი ვერ გაიგება. ოფშორშია რეგისტრირებული. თუმცა არაერთი ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მფლობელი უკრაინის ისტებლიშმენტშია. რაც ლოგიკურად ხსნის იმას, თუ რატომ მოაფიქრდათ პორნო ვარსკვლავებს პრომო აქცია და ჯარისთვის ფულის აგრება. შემდეგ კი ონლაინ პეტიციაც შეავსეს პორნოგრაფია დააკანონეთო. რაზეც პირადად ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავრობა საკითხს დადებითად გადაწყვეტდა. Шановні колеги, повітряна тривога в Києві, оголошено повітряну тривогу. Я прошу пройти всіх до безпечних місць відповідно до схеми. ძვირფასო კოლეგებო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. გთხოვთ დაუყოვნებლივ გადახვიდეთ თავშესაფარში. განგაშის დასრულებიდან 15 წუთში სესია გაგრძელდება. ქვეყანა ომის ქარცეცხლშია. პარლამენტარები სესიიდან ბუნკერში და უკან დარბიან და ამ ფონზე მთავრობის ინიციატივით კენჭს პორნოგრაფიის ლეგალიზებას უყრიან. ცოტა გასაოცარია, რომ მაშინ, როდესაც ასეთი დამანგრეველი ომია უკრაინაში, ხელისუფლება იცლის პორნოგრაფიისთვის და იცლის იმ ბიზნესისთვის, რომელიც პორნოგრაფიას მოაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბიზნესია. და საკმაოდ შემოსავლიანია. ოფიციალური ვერსია არის, რომ თითქოს პოლიციას უფრო სხვა საქმიანობა მიეცეს და კორუფციით არ იყოს, ანუ თავადაც აღიარებენ, რომ კორუფცია არის ამ სფეროში, რომ ანუ პორნო ინდუსტრია შავი სფეროდან ეგრეთ წოდებულ თეთრ სფეროში გადმოიყვანონ და ამისთვის არის, ესე ვთქვათ, ეს საჭირო ეს რეფორმა. ოღონდაც რომ არა OnlyFans-ის იდუმალი ახალი მფლობელი, შუაგულ ომში პორნოგრაფიის ლეგალიზება გაუგებარი იქნებოდა. პორნო დოლარებს პოლიციის ნაცვლად ახლა ერთ-ერთი ოლიგარქი ჩაიდებს ჯიბეში. თანაც პოლიციას თუ 30% მიჰქონდა, ბიუჯეტში სულ 3% შევა. დარჩენილი 120 მილიონი კი ახალ მფლობელს სრულად დარჩება. უკრაინის ქალაქები ნანგრევებშია. კიევი აცხადებს, რომ საერთაშორისო დახმარება არ ყოფნის და პორნოგრაფიის ლეგალიზება სჭირდება, რომ დაბეგროს, თუმცა რამდენი კი შეიძლება იყოს აქედან შემოსავალი, რამდენი მილიონი, ეს უფრო განწირულ ნაბიჯს გავს. Так нас каждый день с утра до вечера в каждую дырку. ამ კანონის გარეშეც ხომ ყველა ხვრელში გვხმარობდნენ და ახლა ვიდეოსაც გადაგვიღებენ, რომელსაც ალბათ მეტროებში გაუშვებენ, ფულს კი მთავრობა ჩაიჯიბავს. საინტერესოა, ყველას ერთი ტარიფით დაგვეგურავენ თუ მკერდის ზომის მიხედვით, მცირე და საშუალო მეწარმეებად დაგვმყოფენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პორნოგრაფია ქვეყანას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაეხმარება. უკრაინის ეკონომიკა ნანგრევებშია და ცხადია, პორნოგრაფია ვერ უშველის. სამაგიეროდ ამ ნანგრევებზე გამდიდრებულ ოლიგარქებს დამატებით შემოსავალს მოუტანს და დამატებით ლობირებასაც, მათ შორის საარჩევნო ხმებსაც. პორნო ინდუსტრია ნაწილობრივ პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია პოლიტიკურ წრეებთან. პორნო ინდუსტრია არის გარკვეულწილად საკმაოდ დიდი ფული, დიდი თანხა და
ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ ინდუსტრიაში, ცდილობენ რომ პოლიტიკურ ლობიზმშიც გადაიყვანონ ეს საკითხი. OnlyFans-ზე 50,000-მდე პორნო მოდელი მუშაობს. და თუ ეს სააგენტო თავის მხრივ მთავრობაზე იმუშავებს, მას სერიოზულ ლობსაც შეუქმნის და ეს მით უფრო გამოადგება, რომ ამერიკა ზელენსკისგან არჩევნებს ინტენსიურად ითხოვს. თეთრი სახლის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნების სქემას უახლოეს თვეებში გამოაცხადებთ. მართალია? თუ ამერიკული მხარე ამ მოთხოვნის პედალირებას განაგრძობს, მე ვუპასუხებ, შეაჩერეთ ომი, მოგვეცით უსაფრთხოება. ასევე აღადგინეთ ინფრასტრუქტურა და მიიღებთ არჩევნებს. ზელენსკის ენამახვილობის მიუხედავად, დამდეგ არჩევნებზე CNN-ს გარდა BBC-ც საუბრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხზე Deep State უკვე ჩამოყალიბდა და ცხადია ეს ზელენსკიმაც იცის. უკვე ყველა საუბრობს, რომ არჩევნების შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, როგორც კი ომი შეჩერდება. მილიარდიან კორუფციას სახელისუფლო წმენდა სჭირდება. კორუფციული სკანდალები კი ბოლო პერიოდში ზელენსკის სულ უფრო მჭიდროდ უახლოვდება. მისი გარემოცვის უმეტესობა კორუფციაში უკვე მხილებულია. ნაწილი გაიქცა, ნაწილიც ციხეშია. სხვადასხვა ატკატებით, სხვადასხვა კორუფციული სქემებით და ეს ხომ არაერთხელ გამოჩნდა. დაიჭირეს ნაწილი, დაკავება დაპატიმრებებიც არის, რომლებიც მიდის ძალიან ზემოთ უმაღლეს ეშელონებში ოფიციალურ კიევის ხელისუფლებაში. მათ შორის მინისტრებსა და პრეზიდენტის აპარატის წევრებთან. ისინი ანტიკორუფციულმა ბიურომ ამხილა, რომელსაც უშუალოდ ბრიუსელი მართავს, რომ ომში ჩადებული მილიარდების ნაწილი მაინც მოხმარდეს ომს, რაც მისი სტრატეგიული ინტერესია, თორემ თავად ზელენსკი კორუფციას არ შეებრძოლება. მას საკუთარი ფინანსური ხრელები აქვს ამოსაქოლი. ეს 15 ოთახიანი ვილა იტალიაში პრეზიდენტ ზელენსკის საკუთრებაა, რაც საბუთებით დასტურდება და 4 მილიონ ევრო დაქვს ნაყიდი. ინგლისში ეს სასახლე კი ცოლს მან 14 მილიონ ევრო დუყიდა. მე მიმუშავია ვინსენტ კასელის, მარიონ კოტიარის და სხვა სელებრიტების ლუქებზე, თუმცა უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკის ლუქზე მუშაობა გამორჩეული იყო. არანაირი შეზღუდვა ბიუჯეტში, მხოლოდ ერთი ლუქი მილიონი ევრო დაჯდა. გალიანოს კაბა 153,000 ევრო, დიორის ჩანთან იანგის ტყავით და ბრილიანტებით 450,000 ევრო, ბრილიანტით გაწყობილი ფეხსაცმელი 150,000 ევრო. მედიაში საუბრობენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან გაჟონილი ინფორმაციით მათ უკვე მზად აქვთ ყველა მტკიცებულება ოლენა ზელენსკას დასაპატიმრებლად. შესაძლოა ამის საპასუხოდ დაუყენა ზელენსკიმ თავისი ცოლი გვერდში ურსულას, როდესაც ის ამ დღეებში კიევს სტუმრობდა და ჰიმნიც ერთად ამღერა. მაგრამ ჭორია თუ მართალი, უკრაინის მუდამ მდუმარე რადამ შედეგად ხმა ამოიდგა. კორუფციის ასეთი არმაგედონი ქვეყანაში არასდროს ყოფილა. ჩვენი გუნდი მოუწოდებს პრეზიდენტს, შევქმნათ კოალიცია და სერიოზულად შევებრძოლოთ ამ პროცესს. 4 მილიარდი ევრო პრეზიდენტის პირად პიარზე იხარჯება. ამ ფულის დიდი ნაწილი TV მარათონში მიდის, რათა ტელევიზიებმა ზელენსკის ტაში უკრან იმის ნაცვლად, რომ ფული ჯარს მოხმარდეს. Випуск єдиних новин. Головні події, висновки та прогнози. მარათონი 6 მსხვილი ტელეარხის გაერთიანება, რომლებსაც მთავრობა აფინანსებს და მასვე ემსახურებიან. სხვა არხები და სააგენტოები ზელენსკიმ დახურა. უკრაინაში 105-ზე მეტმა ტელევიზიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, გაუჩერდა ლიცენზია ამ ბოლო წლების განმავლობაში. 105-ზეა საუბარი, 100-ზე მეტ ტელევიზიას შეუჩერდა ლიცენზია. მარათონის სატელევიზიო კონგლომერატს, ისევე როგორც მთლიან პროპაგანდას, თემურ მინდიჩი აკონტროლებს. ზელენსკის პროდიუსერი მისვე სატელევიზიო წარსულიდან, რომელსაც სააბაზანოში ოქროს უნიტაზი, სეიფსა და შკაფში კი მილიონები აღმოუჩინეს. $112 million. მინდიჩმა ენერგეტიკის მინისტრთან ერთად ენერგოსისტემას $120 მილიონი მოპარა და რუსი მაფიოზის დახმარებით გარეცხა. ეს იყო ფული, რომლითაც ხალხს ზამთარში დენი უნდა მიწოდებოდა. მინისტრს 12 მილიონი შეხვდა. ვინ აიღო დანარჩენი ფული უცნობი დარჩა. ზელენსკიმ კი ამ ფონზე ხალხს მოთმინებისკენ მოუწოდა. მძიმე ზამთარეგელით, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთ. უკიდურესად მძიმე ზამთარეგველის, ამიტომ ერთად დგომა, მოთმინება და სიმშვიდე გმართებს, ხალხსაც და პარლამენტსაც. გეყოთ პოლიტიკური თამაშები.
მინდიჩმა სავარაუდოდ ზელენსკის დახმარებით ისრაელში მოახერხა გაქცევა. თუმცა ირკვევა, რომ ფინანსური არხი მათ შორის ისევ რჩება. ბიუჯეტის მილიონებს მიდიჩი დღესაც ტელეგრამ არხებს უნაწილებს, რომ მათ კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტების დისკრედიტაცია მოახდინონ. რატომ არ გვყოფნის გამბედაობა, რომ მინდიჩების ოჯახი ქვეყნის ბიუჯეტს ჩამოვაშოროთ? რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხა პრეზიდენტის პროპაგანდაზე? ზელენსკი უზარმაზარ ფულს ხარჯავს ათასობით ბოტზე, რომლებიც მისი რეიტინგის ასაწევად ინტერნეტში მუშაობენ. ის მეუბნებოდა არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში რა ხდება, მთავარია ხალხი დავაჯეროთ, რომ რაც ხდება კარგია. როდესაც შევეწინააღმდეგე მიყვირა, მე მჭირდება ჰებელსის პროპაგანდა, მჭირდება ათასობით ადამიანი, რომელიც შემაქებს. მათ რიცხვს ახლა OnlyFans-ის სააგენტოს 50,000 პორნოვარსკვლავით შეემატება და ეს მოცულობაც პორნოგრაფიის ლეგალიზაციის შემდეგ ცხადია მკვეთრად გაიზრდება. როგორ მუშაობს OnlyFans-ი? ისინი აკრავენ განცხადებებს მეტროში, ქუჩებში, იწვევენ ახალგაზრდებს, უწყობენ შიშველ ფოტოსესიას, რაშიც $40 უხდიან. ფოტოებს კი თავად მართავენ. მოდელების სახელით აბამენ კლიენტებს, სთავაზობენ ინტიმურ სერვისებს. მოდელები თვეში $10,000-ზე ადიან, რაც თანხის 20%-მდეა. დანარჩენი სააგენტოსია. Stay with me. This is only the beginning. ფულის საჭრელ მანქანას გარდა პორნოინდუსტრია შანტაჟისა და პოლიტიკური манипуляციის აღიარებული ინსტრუმენტია და ზელენსკი ჩანს ამ ხრივაც აპირებს მის გამოყენებას. პორნოგრაფიის კანონი ალბათ მინისტრებსაც მისცემს შვებას. ხომ ყველამ ვიცით, რომ სექს მუშაკთა სერვისს ფართოდ მოიხმარდნენ, რითაც კანონს არ ყვებდნენ, ამიერიდან კი უკვე აღარ. მარია ტიხაიას გულისხმობა ალბათ ხომ? ჩვენ ჯადოქარს, როდესაც განაცხადა ერთ-ერთ მინისტრს სექსში $30,000 გადავახდევნე და ამით კორუფციის და ხალხის ძარცვის გამო დავსაჯეო. ვერ ვხვდები სექსი რატომ იყო მინისტრისთვის სასჯელი. იმიტომ რომ მარია ტიხაიამ, რომელიც უკრაინაში სატანისტად არის ცნობილი, სხვადასხვა მინიშნებით ისრები მიხაილ ფედოროვისკენ მიმართა, ახალგაზრდა მინისტრისკენ, რომელიც კორუფციას დაუპირისპირდა და ზელენსკი მისი მოშორება განიზრახა, რაც შელახული რეპუტაციით უფრო მარტივია. ვიძახებ ეშმაკს, დემონებს, ძირითადად პოლიტიკოსებისთვის, ვუტარებ მათ ეზოთერიულ, ასევე სექს სეანსებს, ხშირად ვაბამ, ვცემ და ასე შემდეგ. Мария Тиха. მარია ტიხაია უკრაინის უძლიერესი ჯადოქარი და ნეკრომანია. ამბობს, რომ სულებით იკვებება. ის ზელენსკის ახლო მეგობრის, იგორ კოლომოისკის პარტნიორია, რომელიც მილიარდების რეცხვისა და შეკვეთილი მკვლელობების ბრალდებით 2023-ში დააპატიმრეს. ზელენსკიმ იცის, რომ კოლომოისკი დღემდე ჩემი სპონსორია, თუმცა მე არავინ მეხება. YouTube-ზეც რუსულად ვსაუბრობ და არც ამის გამო მედავებიან. როგორც ჯადოქარს ზელენსკი მედიდ პატივს მიცემს. Сказав его имя. თემურ მინდიჩს ნათქვამი აქვს, რომ სეანსებს შენ ზელენსკისაც უტარებდი. Миндича. Це правда? კი და ისიც თქვა, რომ ამისი ვიდეო ჩანაწერი აქვს, თუმცა არავის უნახავს. მერე რა, კიდეც რომ იყოს ასეთი ვიდეო, სადაც მე ზელენსკის და ერმაკს რიტუალს უტარებ, ვხაზავ პენტაგრამს და ვიძახებ ეშმაკს, რა მოხდა. კანონით ყველა რელიგია დაშვებულია. ერმაკი ზელენსკის აპარატის ყოფილი უფროსი ოქროს უნიტაზის საქმეში აღმოჩნდა გარეული, თუმცა ციხიდან $3 მილიონი გირაოთი გაუშვეს. თანამდებობა დაკარგა, თუმცა სტატუსი არა. ერმაკს კვლავაც სახელმწიფო დაცვა ემსახურება და ბიუჯეტიდან ფინანსდება. რატომ? ჩვენ მისი გამოძახება და გამოკითხვა გვინდა, მაგრამ თურმე უფლება არ გვაქვს. ცხადია, არ აქვთ. ხომ არ მოყვება შიშველი ჯადოქარი მასთა ზელენსკის შავი მაგიისა თუ სექსის სეანსებს როგორ უტარებდა. როგორც ერმაკმა თქვა, ჩემს ტელეფონში ფაქტობრივად ყველას კონტაქტია, ასე რომ მე ბევრის თქმა შემიძლია. და ამას პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ, როგორც თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში იყო, რომელიც მარიამ თურმე სექსით დასაჯა და შემდეგ მალევე ზელენსკიმ გადააყენა, მაგრამ ვერ გათვალა.
ფედოროვის გადაყენებას უკრაინის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოხდა. ხალხი მას კორუფციასთან მებრძოლ ფიგურად აღიქვამს. კორუფცია კი ყელში ამოუვიდათ. ფედოროვმა შემოიღო ტენდერები და პირველად მოხდა, რომ შესყიდვის ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც კორუფციულ სისტემას არ მოეწონა. მთავარსარდალმა სირსკიმ განაცხადა, რომ მინისტრი ომის საკითხებში ერევა და კონფლიქტიც მათ შორის აქედან დაიწყო. პარლამენტში ჩვენს კითხვაზე თუ რატომ ხსნიდა ფედოროვს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას და სირსკის შორის კონფლიქტის გამო, თუმცა ვერ უპასუხა კითხვას, რატომ დაიკავა სირსკის მხარე. აშკარაა, რომ ეს ფედოროვი კორუფციის დასაცავად მოიშორა. სირსკისთან დაპირისპირების გამო ჩამოაშორეს ამ თანამდებობას, რაც ბუნებრივია იწვევს პროტესტს უკრაინელებში და მიუხედავად იმისა, რომ იქ საგანგებო საომარი მდგომარეობებია, ხალხი მაინც ახერხებს პროტესტს. ის თანხები, რომლებიც ერიცხება უკრაინას რუსეთთან ომისთვის და შემდეგ სავარაუდოა ეს ატკატები და ფულის გათეთრება და ეს კორუფციული მთელი სქემები, რაც უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა, ზუსტადაც რომ შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ თავდაცვის მინისტრის გადაყენებასთან. ზელენსკი პირადად არის კორუფციაში. დიახ, მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ გადასცეს ზელენსკიმ და ერმაკმა ერთ-ერთ მინისტრს ფულით სავსე ჩანთა და აუხსნეს, რომ ეს ბრიუსელთან მისი ეფექტური მუშაობის გასამრჯელო იყო და თუ ასე გააგრძელებდა, ჩანთას ყოველთვიურად მიიღებდა. ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მზარდი პოპულარობის გამო სავარაუდო არჩევნების წინ როგორც კონკურენტი მოიშორა. შესაძლოა ერთი მიზეზი ესეც იყოს. ყველა მიცის, რომ ზელენსკი ყველა პოპულარულ ფიგურას მყისიერად იშორებს. და ფედოროვი პირველი თავდაცვის მინისტრი არ არის, რომელიც მხოლოდ იმიტომ გააგდეს, რომ რეიტინგებში ზელენსკის გაუსწრო. თავდაცვის მინისტრიც კი მოიხსნა ამისთვის და დაინიშნა ახალი თავდაცვის მინისტრი, აი ეს უმეროვი, რომელიც ასევე შემდგომში მოიხსნა. იგივე ბედი გაიზიარა ვალერი ზალოჟნიმ, მთავარსარდალმა, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობდა და 2024-ში მის მოხსნას ასევე ხალხის პროტესტი მოხდა. წინამორბედებისგან განსხვავებით ფედოროვი პირად რეიტინგს არ იყო გამოკიდებული. ის პირიქით ზელენსკის რეიტინგს აძლიერებდა, თუმცა გენერლებს დაუპირისპირდა და დამარცხდა. გასაგებიცაა, ძალიან დიდ ფულს მილიარდიან კორუფციას შეეჭიდა. ოღონდაც აგორებული ჭორი, რომ ჯადოქარს სექსში $30,000 გადაუხადა, მის დისკრედიტაციას არ ეყო, რადგან რუსეთზე დრონების იერიშები მთლიანად მისი დამსახურებაა. ერთ-ერთი არქიტექტურია უკრაინაში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების და მისი რამდენიმე თვიანი თავდაცვის მინისტრობისას სწორედაც რომ მაშინ აღზევდა უკრაინული ხელოვნური ინტელექტითაც მართული დრონების თავდასხმები რუსულ ძალებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო პიროვნება, რომელთანაც იყო დაკავშირებული ის წარმატებები, ბოლო პერიოდის წარმატებები, რაც უკრაინას ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში, ხო, იგივე დრონებით თავდასხმები და დრონების წარმოება და ეს ამ ადამიანის სახელს უკავშირდება. ზელენსკი მრჩევლად გადაყვანა შემომთავაზა, მაგრამ უარი უთხარი. თანამდებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ საქმეს სისტემის საკადრო რეფორმა სჭირდება. მან კი მიპასუხა, რომ სირსკის არ შეცვლის. ფიქრობ, ჩვენი საზრუნავი უკრაინა უნდა იყოს და არა პირადი სიმპათიები. ის არის უმთავრესი ფიგურა, ვინც უკრაინაში დრონების ხაზი ააწყო და ევროპულ კომპანიებს ერთობლივ წარმოებაზეც შეუთანხმდა და მას ატოვებინებს ზელენსკი თანამდებობას. ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია. ასეც ჩანს. მეოთხე დღეა უკრაინაში პროტესტი არ წყდება და თუ თავიდან ის ფედოროვის გადაყენებას ეხებოდა, ახლა ხალხი გენერალ სირსკის გადადგომას ითხოვს. ისინი ყვირიან, სირსკი ძირს, ჩვენი მინისტრი ფედოროვია. ეს უმეტესად ახალგაზრდა თაობის პოზიციაა, რომელიც პროგრესის მომხრეა. მოვითხოვთ, სირსკი ჯოჯოხეთში წაეთრეს და თან სამუდამოდ ჩვენ ცვლილებები გვინდა. ზელენსკი კორუმპირებულ პროდიუსერებთან ერთად ახლა ალბათ ისევ რეიტინგს ითვლის და ახალ კამპანიას გეგმავს. მათ შორის ერთი ნეონაციზმის აღზევება და აზოვის ბატალიონის ნაცისტებით დიქტატურის გამყარება. დღეს ჩვენ მზის ხელახლა დაბადებას ვზეიმობთ და მისდამი ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები შურისძიების წყურვილით არის სავსე. სამკაპი უკრაინის დროშაზე და სიმბოლოც აზოველების სამხრეებზე გერმანელი ნაცისტებისაა.
ისევე როგორც შავი მზე, რომელიც ჰიმლერის დავალებით SS-ელებისთვის შეიქმნა და არიულ რასას აღნიშნავს. The official symbol of Azov, it's a version of Wolfsangel. აზოვის სიმბოლო ვოლფსანგელის ვარიაციაა, რომელსაც SS-ი იყენებდა. თუმცა საქმე მხოლოდ სიმბოლოებში არ არის. 2014-ში, როდესაც აზოვი დაფუძნდა, მისი ღერძი ნეონაცისტები იყვნენ. დღეს კი უკრაინული არმიის ღერძია. აზოვის ბატალიონი, რომელიც ნეონაცისტური სამხედრო შენაერთია, ზელენსკიმ რეგულარული არმიის შემადგენლობაში შეიყვანა, რაც ბრიუსელის გარდა კითხვებს მთელ მსოფლიოს უჩენს. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ არის უკრაინული ჯარის შემადგენლობაში აზოვის ბატალიონი, რომელიც ნეონაცისტურ დაჯგუფებად მიიჩნევა და უამრავ სისასტიკეს ჩადის. რა უნდა ვიცოდეთ აზოვზე? აზოვი არის ის, რაც არის. ისინი იცავენ ჩვენს ქვეყანას. თანაც ეს არ არის დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეული, არამედ ინტეგრირებულია უკრაინულ არმიაში. ზელენსკი ცდილობს უკრაინელ ნაციონალისტებს ასიამოვნოს, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ. ზელენსკიმ შესაძლოა კენჭი აღარც კი იყაროს, თუმცა კორუფციის გამო დაცვა მას პრეზიდენტობის შემდეგაც დასჭირდება. მით უმეტეს, რომ უკრაინული არმიის საყრდენი სულ უფრო მეტად აზოვის ნეონაცისტთა დივიზია და მისი შენაერთები ხდება. ფრონტს გარდა მათი მხარდაჭერა ზელენსკის პოლიტიკაშიც სჭირდება. თავარია ის მომენტი, რომ თუ კი რაიმე ნაბიჯს მარცხნივ, ნაბიჯს მარჯვნივ ისე გადადგამს უკრაინის ხელისუფლება, სადაც არ იქნება გათვალისწინებული სწორედ აი ამ ნაციონალისტური ბატალიონების მთავარი მიზნები, თავად უკრაინის ხელისუფლებას შეიძლება შეუქმნან პრობლემები. ისედაც უკვე დაცემული რეიტინგის ამოსაკაჩად, ეს ტაქტიკა მან ბოლო თვეებია აამუშავა. აზოვის ბატალიონის ნაცისტები რეალურად მართავენ დღეს არმიას, თუმცა ოღონდ კი ომი არ შეწყდეს და ბრიუსელი მზად არის ნაცისტებით დააფინანსოს. ნატო ისე წრთნის და აიარაღებს მათ, თითქოს ეს ნორმალური იყოს. ომი რომ დამთავრდება, როგორ ფიქრობთ, ისინი სახლში წავლენ და ამით დასრულდება ეს ომობანა. არა, ისინი ფაშიზმის გავრცელებას განაგრძობენ. ჰიტლერის სპეცდანიშნულების, ვაფენ SS-ის უკრაინული ბატალიონის მეთაური, ანდრი მელნიკი და მისი ცოლი კიევის გმირთა პანთეონში ერთი თვეერაც გადაასვენეს. მელნიკის თაოსნობით 1941-ში უკრაინელმა ნაცისტებმა ათობით ათასი ებრაელი და პოლონელი ლვოვში მხეცურად დახოცეს. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მელნიკია პოგრომების ფუძემდებელი. დღეს კი უკრაინის ეროვნული გმირი, რომელსაც უკრაინის არმია ნახევრად ფაშისტური ჟესტით მიესალმება. ზელენსკი ფაშიზმის კულტს თავს ახევს მთელ ქვეყანას, რომელიც მოფენილია ფაშიზმთან მებრძოლი უკრაინელების ძვლებით. მათ შორის ზელენსკის ბაბუის ძვლებიცაა, რომელიც ფაშისტებმა როგორც ებრაელი მოკლეს. ეს აჩვენებს, რომ ზელენსკის შეუძლია ნებისმიერ ფსკერამდე დაეშვას. მასში ადამიანური საწყისი მკვდარია. უკრაინელებს ომი არ უნდათ, ნაციზმის ინექციით კი ზიზღს უღვევებენ, რომ ბრძოლის ახალი მუხტი მისცენ. მაგრამ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ომში ხალხის ძალით წათრევა სულ უფრო მძაფრი რეაქცია ახლავს. ეს ამ დღეებში ლვოვში მომხდარი ინციდენტია. ხალხმა კომისარიატის ოფიცრებს ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების საშუალება არ მისცა. ჩაკეტილი ბრონირებული ჯიპი დაულეცა და სამხედროებს ფიზიკურად გაუსწორდა. საბოლოოდ კი ჯიპიც გადააბრუნა. კომისარიატების თავგასულობა, როდესაც ხალხს ქუჩიდან იტაცებენ და ფრონტზე გზავნიან, უკიდურესად არაპოპულარულია უკრაინაში. ლვოვში მომხდარი მასობრივი შეტაკება კი მკაფიო სიგნალია, რომ ეს განწყობა მწვავდება. ამ ფონზე ზელენსკის თავდაცვის მინისტრის შემცვლელი სწორედ ამ უწყებიდან მოჰყავს, რაც ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება. He doesn't want to have political suicide. ეს არა ადამიანური მობილიზაცია ხალხს რომ აღიზიანებს, კარგად იცის, მაგრამ ომის შენარჩუნება ზელენსკის უმთავრესი მისიაა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა გაწელოს ომი, რომ ფული და ძალაუფლება შეინარჩუნოს და მინიმუმ ციხეში კორუფციის ბრალდებით არ აღმოჩნდეს. ომის დასრულება მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება და ამას ვერ დაუშვებს. უკრაინაში ეს ყველა მიცის, თუმცა იშვიათად თუ ვინმე ხმამაღლა იტყვის. ზელენსკის ცენზურა არა მხოლოდ ტელევიზიებს, ინტერნეტსაც სრულად მოიცავს.
კრიტიკა რუსეთის აგენტობას უდრის და ისჯება. უშიშროების ოფიცრები სახლში დილი 7 საათზე დამადგნენ. რუსული აგრესიის გამართლებაში ხარ ეჭვმიტანილიო. წამართვეს ტელეფონი, თურმე ზელენსკის დავაბრალე, რომ ომის დასრულება არ უნდა. ახლა სასამართლო გადაწყვეტს ჩამსვამენ თუ არა ამის გამო ციხეში. მანამდე ჭკუა დამარიკეს. საერთოდ აღარ ვახსენოს ზელენსკი. არადა ზელენსკის და მის მთავრობას ომის დასრულება რომ არ აწყობს, ჩვეულებრივი ლოგიკის საკითხია. ომს მოაქვს ფული იმ ძალებისთვის, ვინც ამ პროცესების მართვაში არიან ჩართულნი. და არც ერთის ინტერესში არ არის, რომ ომი მალე დასრულდეს. მაშინ ეს შემოსავლებიც დასრულდება, ხო, ეს უაზრო შემოსავლები. სამუდამო ომის გარანტი ბრიუსელია და ზელენსკიც ცხადია, მის ყველა მითითებას შეასრულებს. მათ შორის ნებისმიერ ლიბერალურ ახირებას. ერთნაირ სქესიანთა ქორწინება იქნება ეს თუ პროსტიტუციის ლეგალიზება. ჩვენ ჯარისკაცებს ორადორი მოთხოვნა გვაქვს: LGBT უფლებების და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ორივეს დასაცავად მზად ვართ. ევროპისგან მხოლოდ იარაღს ვითხოვთ. ეს შარშან გეი აღლუმზე ათქმევინეს ჯარს, თუმცა ნაციზმის კულტივირებამ პროცესი შეაფერხა. მათ შორის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონება, რაც შარშან იგეგმებოდა. სანაცვლოდ პროსტიტუცია დაკანონდა. ესეთი თემების უკან ყოველთვის დგას ლიბერალური ძალები. და ვინაიდან ზელენსკის გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკური ორიენტაცია, ესეც არის იმის ნიშანი, რომ აი ლიბერალური პოლიტიკა არის მათთვის უმთავრესი. ერთის მხრივ რომ დაანახონ ყველას თუ როგორი ეგრეთ წოდებული ლიბერალები არიან, პრაიდის ჩატარება, ასე ვთქვათ, სხვა ღონისძიებების ამხრივ გამართვა და აი ეს პორნო ინდუსტრიის ლეგალიზება. რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი ფსევდოლიბერალი ბრიუსელისთვის, რომ თითქოს მათ ბოლომდე ემორჩილებიან. არ მესმის, ვის სჭირდებოდა ლეგალიზაცია. სექსით ისედაც იშოვებოდა ფული, პოლიციას ქრთამს მისცემდი და ეგ იყო. მომილოცეთ მეგობრებო, დღეიდან უკვე ოფიციალურად შემიძლია ჩემი ძუძუების ფოტოები გამოგიგზავნოთ, ასე რომ თუ რამე მომწერეთ, არ მოგერიდოთ. მეტიც ირკვევა, რომ სექს ინდუსტრიას უკრაინის უშიშროებაც ფართოდ იყენებდა. გერმანიის პროკურატურამ გაარკვია, რომ Nord Stream-ის გასცადენის აფეთქებისას უკრაინელ ოფიცრებს იახტაზე ქალიც ახლდათ. თუ დააკავებდნენ, უნდა ეთქვათ, წყალში ვიღებთ პორნოგრაფიასო. ოპერაცია უკრაინის მთავრობამ ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურთან შეთანხმებით განახორციელა. უკრაინელებს ეს არ მოუფიქრებიათ და უდიდესი ალბათობით ეს მოიფიქრეს დასავლეთში. ჩვენ ხო ვნახეთ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული არაერთი ანალიტიკური მასალა, რომ Nord Stream-ის თავდასხმაში შემსრულებლები იყვნენ უკრაინელები, დამკვეთები კი იყვნენ ბაიდენის ადმინისტრაციიდან. გერმანიის პროკურატურა უკვე დადასტურებულად აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ შეუკვეთა 2022-ში Nord Stream-ის აფეთქება, გასადენის რომლითაც გერმანია რუსეთიდან მარაგდებოდა. რასაც პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივად უარყოფდა და ხელს რუსეთისკენ ეშვერდა. შესაბამისად, ახლა კითხვები გერმანიის მთავრობასთან გაჩნდება, რომელიც ზელენსკის მუდმივად ხელს აფარებს. თავისი მასშტაბით ეს საუკუნის დივერსია იყო, ხოლო ის, რომ სცენარში პორნოგრაფია გამოიყენეს, ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ამ ინსტრუმენტს დასავლეთი უკრაინასთან ერთად კიდევ უფრო განავრცობს. როგორც ჩანს, მიაგნეს იმას, რომ ამ ხალხთან შეიძლება ამ კუთხით მუშაობა. შეიძლება ამ ყველაფერს კონდეს ზემოქმედების ეფექტი. და შესაბამისად, აი ეს ლობისტური ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩართონ ეს თავიანთი საცეცები, რათა განავრცონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის აი ეს ყოველივე, რაზეც გვაქვს ჩვენ ახლა საუბარი. მათ შორის ეს პორნო ინდუსტრია. რაც განსაკუთრებით ეფექტური ახალგაზრდულ სეგმენტში იქნება. პორნო მოდელების გავლით იდეოლოგიური დამუშავება, ან თუნდაც რაიმე მოქმედებისკენ ბიძგის მიცემა. ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ზელენსკის მთავრობა
იმასთან დაკავშირებით, რომ თავად უკრაინელები ამბობენ, რომ მამაკაცები მიდიან ხორცსაკեպ მანქანაში, ხოლო ქალებისთვის ეხლა იქნება ეგრეთ წოდებული ბორდელები თუ ეგრეთ წოდებული ლეგალური პორნო ინდუსტრია. და საქართველოშიც იგივე იქნებოდა, მთავრობა ვასალობას რომ დათანხმებოდა, როგორც ნაცმოძრაობის დროს მოხდა. ქვეყანა ძალადობის მორევში ჩაეფლო. ბრიუსელი კი დემოკრატიის შუქურას უძახდა. დღეს ის უკრაინას ნათლავს რეფორმების ლიდერად, სადაც რეალურად კორუფცია, ნაციზმი და მეძავი ჯადოქრებია. საქართველოს თავისი გზა აქვს, რომელსაც ღირსებით მიჰყვება, შედეგსაც აღწევს და ცხადია, არავის დაძახილზე მას არ გადაუხვევს.